ცოტა არა, ნუ პირდაპირ პარალელში გავიყვანოთ, ანუ რამოდენიმე წელი გავიდა და ცოტა უკეთესი მდგომარეობა ქვეყანაში ეს სასტუმრო ამუშავდა, სადაც მუშაობდა ჯერ ბაბუა და მე მამა საქართველოს დარბაზში. იქ როგორ იყო იცით რომ ქვევით იყო დიდი დარბაზი და შიდა კიბე ქონდა და ზევით იყო მეორე დარბაზი. და როგორც წესი ახლა ამ დარბაზებში, რავი 10 ქორწილი თუ კეთდება და 7 ქორწილი მამა იყო თამადა. ასე ხდება ცნობილი თამადა და არც ერთ ქორწილს რო არ აგებს და 10 ლიტრ ღვინო პირდაპირ მაგრამ შეიძლება 10 ლიტრები სიმღერა როგორც არის კარგი თამადა ასე ვთქვა. 10 ლიტრ ღვინო ეს გადაჭარბების გარეშე, რავი მე რამდენჯერ მე ვეჯექი რომ მიკონტროლე რა მე არ ჩავისხან და ბავშვების პერიოდია. ხდება ხოლმე ეს. არა, ადრე ახლა არის 20 წლის 2020. ადრე ხდებოდა. ყოველთვის და ყველგან არა, მაგრამ ხანდახან. ხო, ანუ პირს, თორე რამე მავნებლობას არა რომ მოეტეხეთ რა, წაექციეთ, ასე რომ თქვა და თანაც საპირფარეში გასვლა არ შეიძლება, გვერდიდან ხალხი არ უნდა მოგცილდეს და რა ეს თელი ამბები, ასე ეს სუდი პრაქტიკაა, მაგრამ იყო. ხო და თანაც ღვინითაც მაგ დროს ვერ დავიკვეხნით ახლა დასავლეთში, ახლა გაუმჯობესდა შედარება არა კი რა. ახლა კარგი გაქვთ ისეთი. არა, ნუ შედარება არა. ხო და მოკლედ თამადა ემზადება ქორწილისთვის. ამადა 600 კაციანი ქორწილია და აქ ითამადა შიდა კიბი აქვს. ხო და 4 საათია, სადაც ზაფხულის პერიოდია და მეორე ქორწილია და მოწესრიგ და ახლა ხო იცის, როცა თავის მოვლა, თანაც იქ ყოველ დღე რაღაცა ხდებოდა წინადღის ბახუსი ასე რომ ვთქვა და რაღაცა წვერის გაპარსვეს და ამ დროს შემოვარდა მე ზედა ქორწილის ანუ ბიჭის მამა რა, ვინც ხელმძღვანელობს ქორწილს ზაზა მიშველეო. რა ხდება? ანუ ვინც უნდა თამადა ყოფილიყო სწრაფი სიარულის დროს ასაკიერება ინფარქტი დაემართა მიკრო, მაგრამ ქორწილს შანსი არა, კაცი გადაიყვანეს საავადმყოფოში და რა ვქნათ? თამადა არა და 1 საათში 5 საათს ქორწილი იწყება. ნუ რა გავაკეთო და მამაჩემ ძალიან ესეთი მობიერი კაცია, ესეთი დამყოლი ყველაფერზე წავსწნელი, გვერდში რომ დაგიდგება გულსა მოიღეს მოგცილ, რა გავაკეთო და შიდა კიბიდან 600 კაციანი ქორწილი ზევით 452 ქორწილში თამადა ერთად. ასეთი ვერსად იყო და სადღეგრძელოს ავიდა, ზევით იყო და ქვევით იყო და აი ეს გინდა იგივე ნამდვილი ორივე მოიგო. ეხა როგორ არის? კარგად. დალევა ახლა მისი ცხოვრების ლიმიტი დალევის ამოწურა ალბათ, მაგრამ ცოტა სვამს. ახალგაზრდა კაცი ყოფილი. ბეს ვერ სვამს. სახელი რა ქვია მამას? ზაზა. ბატონო ზაზა, მოკითხვა პერსონალური ჩემგან და ქეთს ვიხრით თქვენს წინაშე.